რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში პრესკონფერენცია შედგა. შეხვედრაზე უწყების თავმჯდომარემ დაწესებულების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მუსლიმი თემის მხარდასაჭერად არაერთი ღონისძიება ჩატარდა. დღევანდელი პრესკონფერენცია ეხებოდა ბოლო პერიოდში სახელმწიფოს რელიგიის აგენტოსთან გამოთქმულ პრეტენზიებს შენიშვნას მეგულისხმობ ის რაც ხდება პარიზის მოვლენების ფონზე ერთის და მეორე ერთგვარი დაუსაბუთებელი კრიტიკა და შენიშვნები რელიგიის პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებით. მინდა ხაზმასით განაცხადა, რომ ბოლო წელიწადების განმავლობაში რაც გაკეთა დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში მარტო მუსლიმთან მიმართებაში არ გაკეთებულა მთელი 100 წლის განმავლობაში და ამის შესახებ კონკრეტული ჩამონათვალები არსებობს. მეგულისხმობ როგორც ფინანსური თვალსაზრისით 2014 წელს 2015 წელს გაორმაგებული თანხა, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით გადაცემული 85 მეჩეთი, ყოველ ამის ფონზე ზოგიერთი ჯგუფის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში ამ შემთხვევაში მუსლიმების უფლებები ირღვევა, მუსლიმებს ჩაგრავენ და ეს არის ასე თქვა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი, რომ გადინება ხდება საქართველოსთან მე რადიკალურ ჯგუფებში და ექსტრემისტულ ჯგუფების ფონზე ხდება ეს დამოკრებები, მეც მონეთ არასწორია.